გამარჯობა. მე ლილა ვარ და ეს ჩემი პირველი YouTube ბლოგია. თუ შენს პოზიტიური ადამიანი ხარ და მოტოები გიყვარს, ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეს და თან გამომყევი. ცხოვრებაში პირველად რომ ვნახე მოტო, იმ დღიდან ვოცნებობდი, რომ ოდესმე მეც მეყოლებოდა ჩემი ორბორბლიანი ღუნღულა. ახლა დარწმუნებული ვარ, იქნება ესეთი კომენტარები, რომ ყველაზე მეტით რამდენით წასულხარ, რამდენს იდგავს გოგონი. ყველაზე მეტით მეგობრებო, მივლია ზუსტად იმ სიჩქარით, რა სიჩქარის ლიმიტიც იყო კონკრეტულ მონაკვეთზე. არასოდეს არ ვარღვევ. დაბა თუ გამოშვებს ვინმე. Mama, I'm a criminal. Mama, I'm a criminal, criminal, criminal. Shami mezahar amamavali. Negulim tkiva momet tamali. Shami guido sautsbet chautsar rame ძალიან ლამაზად გელასაი. მოძერს კასი ხედები რო აიგრე. არა ესე რატო წამოვედი, აბა მე რა ვიცოდი აქ რაღაცები თუ იდგა. ამ საინტერესო ფაქტი რა, სულ მინდოდა ვიდეოს გადაღება რა და სულ მინდოდა მეყიდა კამერა მოტოსთვის. დაბადების დღეზე მაჩუქეს. დაბადების დღე მაგ 8 სექტემბერს ხალხო. ანუ ხო ხვდებით ახლა მაჩუქეს თუ არა, მეორე დღესვე სამაგრი ვიყიდე და ეგრევე დავაყენე და ეგრევე გავარდი და ჩავწერე ვიდეოები და რატომ არ დავდე აქამდე. ამ ჩემ ვიდეოებს რომ ვუყურე, მოვკვდი სიცილით. 2 საათის მანძილზე ესე თავს ვაკიცინებ რა. ხო ცოტა შეაპარაკები ხოლმე რა, ძალიან ჩვეულებრივად, საყვარლად. საუბრობთ ხოლმე ხა ჩემზე ძვირფასი და ჩემზე ჭკვიანი, ახლა საერთოდ არ გვაქვს საკამათოთებები, წარმოიდგინე ყველაფერზე ვითახვევით ერთმანეთს. საინტერესო მოსაუბრია ძალიან. ხო და სულ ესე ლაპარაკებ ჩემ თავს რა, მთელი ვიდეო იყო რომ აი ესე რაღაცებს ლაპარაკობ, მაგრამ ხმა არ ისმის. და მივხვდი რომ მიკროფონი უნდა მეყიდა აუცილებლად. ძალიანაც უნდა მცინებთ ახლა. მთლიანობაში კისმენენ და ეხა ისეც ნუ მოიქცევი რომ თლაც სქიზოფრენიკი ეგონო ადამიანებს. ცოტა რო გვაკლია ვიცით. არ ჭირდება მაგას. ელაპარაკე. ყველაზე მაგარი გადაობა რა არის ხა რა. ანუ მოტოვლოგს რო იწყებს გოგო და რაღაცა ძერსკობად და სექსუალურობას რო ველოდებით რო და მთელი ამბები და ქალბატონო აქ არ არის ზებრა, წინ არის ზებრა და ამ დროს მე ვიჩითები ეს სამთრის WhatsApp-ი კიპირებით და რაღაცა დებილებებს რო ლაპარაკობ. აბა სექსუალურობა აბა სად არის? ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ვაიმე, როგორ დამავიწყდა, ვიდეო დალაიქეთ. და თან არხით გამოიწერეთ რა. და კიდე კომენტარები დამიწერეთ, იმიტომ რომ ეხა ეს რასაც ვაპარაკობ, ეს რასაც ყოველდღე ვაკეთებ, ისედაც ეგ არის რა, არაფერი განსაკუთრებული და რამე თუ გაინტერესებთ, რჩევა მაგალითად, ან რა ვიცი, აზრი, უბრალოდ ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მე მქონდეს და თქვენ არა დამიწერეთ რა. ეხლა თუ ვინმეს იმის დაწერა მოუნდება, გოგონი მოტოზე რა გინდა, გადმოდი კაცებს დაგვითმე. არ პრობლემა დაწერეთ, მე მიგალანძღავთ გემრიელად, აქტივი არ ეწევა იმას რა ქვია ვიდეოს. ბევრი კომენტარები იქნება. ხوار დავდგეთ ჩემი Mercedes AMG BT 393 კა 207 ტურბინიანით დაგიდგები ბრატ. ესეთ კომენტარებით მოსულა არ აქვს პრობლემა. ვასებით მაგრად ჩიმ. აგაიოჟები ხარ ძალიან. გავიცნოთ. თან მოუტრიალდე, ხან სად წავიდე, ხუში სად დავაყენო. მოვში მიდივარ ფასდაკლევებია მეგობრებო. დირი. როგორი ტრიუმფია ხო რა და. კაი რამეა.
მომეწონა. მოვედი. ბლოუებთან დავაყენეთ. ვოლტებიც არიან. დავედით. გამოვიკატავეთ. აბა ეხა აქ თუ გამაძვრენენ. წავიდა. გამოწერი. აბა. ახლა ხოთა მინახე. ვერ დამინახე, რო კინაღავ გაგისთვის არკეზე. სად გიჩქარება, მაინც ვერ წახვალ. მადლობა ჯიგარი ხარ. ზოგადად მეგობრებო, შედ ბრაზობთ ხოლმე ის ადამიანები, ვისაც არ ქონიათ ორბურბლიან ტრანსპორტთან შეხება, როდესაც მოტოები ან სკუტერები, მოპედები დაძრებიან ზოლებს შორის, მანქანებს შორის. გვაქვს მაგის უფლება. არა მარტო უფლება გვაქვს, აუცილებელია წესების მიხედვით რომ ეგრე იარო, იმიტომ რომ მანქანის უკან დადგომა არ შეიძლება. დიდი შანსია, როგორც იმის, რომ წინა მანქანამ ვერ დაგინახოს და დაატორმოზოს, ასევე იმისი, რომ უკან მანქანამ ვერ დაგინახოს, იმიტომ რომ ან ტელეფონში იყურებოდეს, ან რაღაცა და დროზე ვერ დაამოხრუჭოს და დაგარტყას. დამეჯახა ერთხელ უკნიდან მანქანა ეგრე შუქნიშანზე. წითელზევით ეკიჩებდი საწყლად. მე ხბოსლანიზე სიარული შემიძლია. რატო შემოვწერი აბა აქეთ? ხოდა კინო ბრაზდებით, მეგობრებო, რა დაგვინახავთ? ცოტათი გვერდზე აიღეთ მანქანა. დავიბაღმებით, რა მიდგას უკან? მეშინია დიდი მანქანები რომ მიდგებიან უკან. დავიბაღმებით, რომ ვიღაცა საცობის გარეშე ახერხებს გასვლას. პირიქით შევუწყოთ, ვიყოთ კეთილები და აკეთოთ სიკეთე. თუ გამოდიხარ, გამოდი ჩქარა. მამა, აბა კრიმინალ, რატო ამოვიჩემ დღეს ეს სიმღერა? რამე ხარ შემომერყვა შემთხვევით. დანაშაული ხარ ჩავიდინე. ვერ ვიტანდი მძღოლებს, რომლებიც ესე ზოლს ამოიდებდნენ ხოლმე ქვეშ და ისე ატარებდნენ მანქანას. ამ ადამიანებს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა. ეს ზოლი მათთვის არის ერთგვარი საფურთი. ზოლზე რო დადიან, ეს ზოლი თითქოს იჭერს, რომ რაღაც არ გადავიდნენ, არ გადაცდნენ დანიშნულების გზას თუ როგორც არის. საფრთხოდ გრძნობენ, უსაფრთხოდ გრძნობენ თავს რა. ხო და თავისი გაჭირვება აქვთ. ეხლა ჩვენ კიდევ უსიგნალოთ, ვაგინოთ, ლანძღოთ. როგორ დამიკრა თავი, მე ვასება. ის არის რა, რა პონტია, რა უხერხულია. თავიდან მყავდა 150-იანი მოტო. ხო და ის მქონდა რა ქვია. როგორ მათვალიერებს უყურებს. რომ ესალმებოდნენ ხოლმე ბაიკერები, მაგრამ მისწორდებოდა, იმიტომ რომ ართულის ბევრი ბაიკერი მან. დღეს მაგას იმედია და ჩემი არ უყურებს. მეც ვისწავლი. აყალყა. მაგას ქვია მეგობრებო, ქართულად აყალყება. მოტოს აყალყება. გაგემარიაშა დამპალი. საღო! ეგრეთ გამისწორდა. აღარ მახსოვს რა ზოლაპარაკობდი. ხო. 150-იანი მყავდა რა. და არიან ახლა ზოგი ბაიკერი, რომელიც მოპედებს და იმას 150-იანებს. ხშირად არ მესალმებოდნენ ხოლმე და ვინმეც მომესალმებოდა ძალიან მისწორდებოდა და შემრჩა ეხაც რა 650-იანზე ვწივარ და მაინც ბაიკერი მომესალმება სულ შეგლა მეც ბაიკერი ვარ. ეგეთ შეგდები მაგ ხოლმე და მაგრე დასწორებს. მშვიდობიანი და კარგი რაიდი სულ შენ. არ ვიცი ამას ნახავ თუ არა, მაგრამ საღო.
გამისწორდა. აი, ამანდავიანის სამსახურებით ჩემი პირველი ვიდეო, მე მგონი საინტერესო გამოვა. მიხარია. ყველაზე დიდი პრობლემა იმ პრობლემის მერე რომ უბრალოდ ძალიან ბევრი ნაგლი მძღოლია თბილისში არის ის რომ სარკეში არ ვიხედებით. ანუ მე შეიძლება ითქვას რომ სარკეებს უფრო ხშირად ვუყურებ, ვიდრე წინ ვიყურები, როცა საჭესთან ვზივარ ახლა. მოტოს შემთხვევაშიც რა თქმა უნდა ხშირად ვუყურებ, მაგრამ მანქანაზე რო ვზივარ, სულ სარკეებში ვიხედები. ხო და ეგრე არა, არ შეიძლება ესე სიარული. მით უმეტეს ზოლის გადაკვეთა და ასეთი სწრაფი და უხეში მანერვი რა არის? მანერვი. უხეში მანევრის გაკეთება არ შეიძლება. მეგობრებო, ვინმეზე მეტი კი არ ვართ. უბრალოდ ჩვენი ავარია უფრო დიდი შანსია რომ ფატალურად დასრულდეს ვიდრე თქვენი და რავი მოუფრთხილეთ ერთმანეთს რა. ჩვენ წესებს დავიცავთ, არ დავარღვევთ. და თქვენ კიდე მოგვიფრთხილდით რომ არ მოგკლათ რა. მეტი არაფერი. ეგ რაჯობებს რა. წავედით! აია. ეს რა არის? არა! შენი დედამოთი. აი რატო უნდა იყოს უყურადღებით? დავწარეკდო ჩემ წინ. აი გადავარა, მაგრამ არ მომიგდო. გადავჩი! მაგათ გამოსტაზე რო გავედი, ინსტრუქტორს ვინც გაკვირდება. ითხრა რომ მეთქი აი მანქანაზე ხო არის რომ რაღაც შეცდომებზე ქულებს გაკლებს, მაგრამ რაღაც კონკრეტული ქულის ზევით ჩაბარებული გაქვს რა. აქ თუ არის რომ აი რაღაცა შეცდომა მაგალითად საპატიოა, ან რაღაც პატარა ქულა გაკლდება და მაინც გახვალ. მოტო შეცდომებს არ პატიობს გოგონიო. აუ მეთქი ხა ამას ყოფითო. ეს ისე სიტყვის მასალად მეგობრებო არ ვარ აგრესიული პაციფისტი ადამიანი ვარ მე. ძალიან გამიტყვა ნერვები ამიშალ მეთქი მოლაპარაკება დაამპალიეს, იქნებ ნერვიულობ რაღაც შემეშალოს და პირველი ავარია რომ მომივიდა ზუსტად მაშინ გამახსენდა ეს სიტყვები ძალიან მწარედ. მოტო შეცდომებს არ პატიობს. და მართლა ეგრეა. ასეთ 5 კილო. მე 60 ვარ, კიდე აღმართია. დაცინებს არ ვართ. გაკეთეთ. მოკლედ ახლა ნახავთ როგორ იღებს ღამე. როგორ ნაწყვეტი ვიდეო გამოდის, ხო? დუ აპეჩკარა მადის აპეზარა დუ ჰე პრიმატ მოდიარ ჩემი საქმე საჯია მირჩევნია ყველაფერს na 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 da na 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 ხან აქტორვილობა ჩემი კაი მე ვერ გამოგეკიდა ბიჭი თადგა მეკცა ის რო გავეკიდე აღარ დავეწიე მე რომ დამიწყებდა გონკაობას და მე შემწყვა აი ძაღლები რომ მანქანას მისდევენ ხოლმე დორბათა რო დაეწევენ და მე არიციან აქ ან ეგრე გავიჩით აი უკვე რო ვეწევოდი მივხვდი რომ დავეწევოდი მე რა უნდა მექნა არ ვიცოდი ეხლა რა არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან ამ ეტაპზე არის ჩემი YouTube არხი რომლის შექმნა ძალიან მახარებს ვიდეო როგორც ვთქვი ძალიან დიდი ხანია მინდა ძალიან დიდი ხანია მინდა Mama, I'm a criminal. აუ რატო მოიჩემე სიმღერა დღეს? რადიომა გაფუჭებული ბოტოზე. ნესმენე სიტყვის ხალხი გინდა ვიყო გინდა კარგი.
ის აღიზიანებს სხვაში რაც თავად ზურს რა სიტყვის მეზობლის ქალი აი დარდი მე რას მავნებს ავლენს თავის ბოხმას და შურს ანუ მოტოიან ადამიანს არ ვიცნობ ხალხი არა ხართ ვიღაც დალაგებული შემეხმეთ ვიკატაოთ ხოლმე სადმე წავიდეთ არ მინდა დაუდგეთ ჩემი და რაღაცები არ მინდა ვიკატაოთ ეს სასურველია გოგონები მე მგონი სრიალებს იცი საბურავები გაქრილე შესაძლებელი ზამთრის საბურავების დრომა ვიდა მე ვგარი არა კაი დღე იყო ბევრი ვიკატავე აუ ნამცხვარი მინდა ეს იყო დღევანდელი რაიდი ძალიან დიდი მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ თუ უყურავინო ბოლომდე ძალიან დიდი მადლობა ძალიან გამიხარდება ვიდეოს თუ დალაიქებთ და თუ დამასაბსკრაიბებთ და თუ დამასაბსკრაიბებთ უფრო მეტად გამიხარდება ზალის ღილაკი მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა მიყვარხართ გაკოცეთ